ვიდეობის გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia და ფორდილერი. ფორდილერს აქ ძალიან მაგარი წიანდადება ჩვენი მაყურებლებისთვის ქვემოთ ფორდილერი და ტელეფონი. თუ მანქანის ჩამოყვანა გადაწყვიტეთ, დარეკავთ მაგრომერზე და ეტყვით იარაღის განხილვა სიტყვას. და თუ იქ ჩამოაყვანეთ $100 ჩამოყვანაზე დააკლდება. თავი ჩვენი ხათი თუ როგორც ეგრეა რა. ტელეფონი იქნება ვიდეოს ქვეშ. არხის გამომწერებო კარგო ხალხო და ცივი იარაღის მოყვარულე. გამარჯობა. არხის სტომარია ჩვენი კოჩა ლაღიძე და ბატონო კოჩა. აი თქვენ ნამუშევარზე რო ვილაპარაკოთ. იშვიათი ნივთია მგონი მე საქართველოში არ მინახია. დიახ. ხო და აი ამაზე რო ვილაპარაკოთ. რამ შთაგა გონათ რომ ეს გაიკეთება. გეტყვით, მე როგორც მოგესალმებით მუშაობ ერთ-ერთი ჩემი განხრა არის ანტიკვარული ისტორიული იარაღის რესტავრაცია, აღდგენა და კონსერვაცია. და დაახლოებით 10 წლის წინ ზუსტად წელს ვერ ვიხსენებ, მომიტანეს ბელგიელმა კოლექციონერებმა ქართული ხანჯალი, აი ზუსტად ესეთი ტიპის წელზე ფარულად სატარებელი ხანჯალი. და მას ჰქონდა ისეთი ორნამენტები ვერცხლზე, რომ იმის მიხედვით გამოვიცანი, რომ ქართული იყო, სხვა ვარიანტი არ არის. ისეთი ხელწერა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში კეთდებოდა მე-19 საუკუნეში. თვითონ იცოდნენ სადაური იყო? კი, იმიტომ რომ ის ცოდნეებისთვის საკმარისია ის ჭრები და გრავირებები ნახო, რომ ის უკვე იცის, აი ჩრდილო კავკასიაში რამდენი პატარა ერები არის, აი ყველა ერს განსაზღვრა რომელი ერის გაკეთებულია საიდან მოდის. რაღაც ანაბეჭდილი ხო? ჩემთვის იყო ეს პროფესიული შოკი. ესეთი რაღაცა არც გაგონილი ახლა მქონდა წელზე ასაკეთებელი, მაგრამ ქართული და ნიდერლანდებში მომიტანეს კი და იყო ის რკინის ქარქაში იყო გატეხილი და რაღაც მთელი აღდგენითი ისენი ჩავატარეს. შემდეგ იმ წუთშივე დამება და იდევა მსგავსი შემექმნა, იმიტომ რომ ეს იმდენად უნიკალურია საქართველოს სივრცეში არ მეგულება და არც არის, მხოლოდ ერთადერთი არის, რომელიც მე ვიცი, ეს რომელიც რესტავრაციაც მე გავაკეთე. როდესაც ეს რესტავრაცია ჩავაბარე, ბრიუსელელი არიან ეს კოლექციონერები, უთხარი ლაპარაკში რომ მინდა ზუსტად ესეთი გავაკეთო, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ასლი არა და რა თქმა უნდა არაფერი ის არ გამოუთქვია, თუმცა შემეძლო არც მეკითხა, რადგან ის არ იყო იმათი, ის იყო ქართული და ეხა იდეა და გავაკეთე ესკიზი, ორიგინალური ესკიზი, ბევრი რამე შევცვალე, მაგალითად ვერცხლის ტარი შევცვალე რქის ტარით, ზომები ასე თუ ისე დავიცანე და მაგრამ ეს კონსტრუქცია დავიცავი. ანუ აი ეს როგორიც იყო? დიახ. ანუ ეს არის მეგობრებო ფარულად სატარებელი, წელზე კეთდება, როგორც კამარი, ეს წინა იყოს თუ უკან. აი ესე არის, ესე არის წინ. და უკან ხო? ანდა ესეც შეიძლება აქედან გამოგაქ. კედიდან მე თუ გინდათ ჩავიწმე და გაჩვენე. ხო, აი ჯობია რომ და გაკეთდა ესკიზი და შემდეგ ბევრი ექსპერიმენტების შემდეგ პირველი არ გამომივიდა, ესე იგი ეს ფოლადი ვერ მიწრთეს იმ თერმულად ჰოლანდიაში, იმ ლაბორატორიაში და გაწყდა. და ესე იგი მეორედ უნდა დამეწყო, უკვე მეორედ ვიცოდი რომ გამოვიდოდა, მაგრამ ამ დროს ამ პერიოდში კონტაქტი მქონდა თბილისში ერთ ჭედელთან, ლევან ბუკიასთან. საუკეთესო ოსტატი არის და მას ვკითხე, მეთქი ეს რაღაცაზე მუშაობდა, თუ გაქვს სურვილი რომ ეს პირი გამიკეთო. და ლევანს ვთხოვე ვაჩვენე უпроსტად. მე ლევან ამ პროექტზე მუშაობ, აი ესე გამიტყდა, ახლიდან უნდა დავიწყო. ჰოლანდიაში არის ძალიან ძვირი რეჟიმი არის, საათობრივი ანაზღაურება, ცხოვრება სასწაულად სხვანაირად. საათივით არის მოწყობილი. ის ახლა იმიტომ რომ ძალიან შრომატევადია ამის პირის გაკეთება, ღარები და მთელი ამბებით და ლევანმა ვწდიო მითხრა და გააკეთა მართლა ჩვენივრად, აბსოლუტურად. მანამდე ქონდა გაკეთებული ეგეთი. მე გავაკეთე და ისა რაღაც კრახი განიცადა იმან. თვითონ ლევანს თუ ქონდა? არა, ქონდა გაკეთებული. თვითონ მისთვისაც იყო ეს ძალიან ისეთი გამოწვევა, იმიტომ რომ არ შემპირდა, ვწდიო მითხრა. და გააკეთა კარგად, სადაც კი ეს ხანჯალი მაქვს გამოფენილი, ყველგან აღნიშნავ მაგას ლევანის
ღვაწლს, თუმცა ეს არის ჩემი ესკიზით გაკეთებული, ჩემი დაკვეთით. ლევანი უბრალოდ ხორცი შეასხა ჩემ ასს. შემდეგ რა მოხდა ამ ზარნიში გაკეთა, ზარნიში მეგობარს ვთხოვე. თავიდან ესე მქონდა ჩაფიქრებული, რომ ზაქრომ გამიკეთა ეს ზარნიში, თუმცა ეს ისეთი იარაღია, საერთოდ რო არ ქონოდა ზარნიში. პრინციპში ფარულად რახან არის სათარებელი? ნუ ალამაზებს რა თქმა უნდა, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. აი სადაც რო ყოფილიყო, ან რაღაცა არა უშავს. ეს ის არის. თლიანობაში ესეთი გამოვიდა, ეს ხანჯალი მქონდა გატანილი რამდენიმე შოუზე, თუმცა ეს იარაღი არის ნიდერლანდებში აკრძალული. როგორც ფარულად სატარებელი, აი ტროსტერუა ჯოხი, ესეც აკრძალულია, მაგრამ რადგან ძალიან ექსკლუზივია და ხელოვანი და რაღაცა თვალებს ხუჭავენ რა გამოფენებზე გამაკ. საქართველოშიც აკრძალულია. კი, აი ესე მუშაობს ეს საკეტი აქვს და გამოდის ხანჯალი. ეგონება გაჩნდა, აი ესეთი ეფექტია. მოღუნული რაღაციდან რომ გამოიღებ და ამოდენა ის სატევარი ამ. კი, სატევა 2 მმ სისქის არის, ღარების ხარჯზე არის დრეკადი და ტესტიც გავატარეთ. 3 დღე მქონდა ჩადებული, რომ აი 3 დღის მერე ამოვიღებ და აბა დაბრუნდება თუ არა, უკან და დაბრუნდა. არა, ძალიან ისეთია. ეს იშლება, ეს ტარი შეგვიძლია დავშალოთ, ლინტებზეა. შუაში აქვს ტყავი, გარშემო აქვს რქა, კამეჩის რქა. ანუ აი, აბა ერთი ხელში დავიჭერ. ამასაა გამარჯვებული ქარივით არის. ჰოლანდიის შოუზე კეპლასავით არის. საუკეთესო ხელოვნების ნიმუში მოიგო და ბელგიაში მოიგო კიდე ასევე საუკეთესო ხელოვნების ნიმუში. იმდენად შოკი იყო ამ შოუსთვის ეს ნივთი, რომ ხო, ნუ ეხლა გაჩვენებთ უგნებავთ როგორ ფუნქციონირებს. ხო, ჯობია რა, ჯობია რომ ბატონო. ამბობენ რომ ცოტა გავსუქდი იმის მერე. ანუ წელზე შემოიწყავთ მეგობრებო და ეს შოულებრივი მოდის ვიღაცას ჭილობი აცვია, რომ ვერ წარმოიდგენ და წელზეა შემორტყმული აი ამოდენა მახვით. ხო, ნუ მაშინ პისტოლეტი ხო არის ხო არა? პისტოლეტს აი ესე არის. ხო. კაცი მოდის ხმლით. მაიცა. მახ. ფაქტიურად მოდის ადამიანი, ვერ წარმოიდგენ რომ. ვერ წარმოიდგენ. და უცბად ერთი ხელის მოსმით მოგიტრიალდა გოდი. ხელში გაქვს უზარმაზარი საშინელი იარაღი. თან ესეთი მსუბუქია. თან ის მიხარია რომ ქართული არის. ქართული იარაღი არის. ლეგენდის მიხედვით დიდ გორძეო ის ვითომ რომ ჩაბარდრენო ეგეთი წელზე გაკეთებული. იმდენად იშვიათი არის. აი მე ხო ეს კატალოგები, მუზეუმები, აი არსად არ არის ცნობილი მთელ რუსეთის ამ კატალოგებში, მუზეუმებში ერთადერთი არის აი ეს ნივთი ცნობილი და იმის არა ძალიან მაგარია, ნაკეთობაც ხო ძალიან მაგარია, იდეა ძალიან მაგარია და მადლობა ღმერთს. თან აი ეს ტარიც იხრება, ეს თვითონ ანუ ეგ რა ფოლადია ისეთი რომ რესორი არის. მანქანის რესორი, არაფერი განსაკუთრებული, ნუ ორ ახლა პრუჟინა არის რა 65G და ფაქტიურად ამას ალბათ 1000 ჯერ არის ჩასმული და ამოღებული. იმდენად ყველა შოუზე დღეს მე არა მე უყურებ და რამოდენიმეჯერ 100 ჯერ, 150 ჯერ ამოვიღეთ, ჩავდეთ. გატესტილია რა ერთ სიტყვით. ხო არა, ძალიან მაგარია. ირისიგზე რამდენია? აღარ მახსოვს, მაგრამ კარგად იდეა. 70 სანტიმეტრი იქნება. თვალის ზომით რო უყურებ, აი ესეთი რაღაცაა რა. და აი რა ვიცი, მეგობრებო, ხელში ისეთი მსუბუქია, გეგონება, აი საწერი კალამი გიჭირასო, ვერ წარმოიდგენო ესეთი რაღაცა შეიძლება იყოს. კიდე თუ გეგმავთ ესეთის გაკეთებას? დიახ.
ეს ისეთი რაღაცაა, თქვა და გავასხვისე. იმ დღესვე მინდა, არ ვიცი, ის რთული არის ძალიან. აი ამის თავის მობმა თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ისეთ რეჟიმში ვარ, რომ უკვე ბევრი დაკვეთები მაქვს და ამისთვის დრო რო გამოვნახო, მაგრამ ისეთი ნივთია, რომ რატომაც არა, რაც მეც გავაკეთე, მით უკეთესი. მაგრამ ზუსტად ამისთანაც არ გავაკეთებ. თუ გავაკეთებ, მაგრამ იდეა იგივე იქნება, ხო? ფოლადი იგივე, ძალიან ის არის. სასწაული ნივთია ეს არის. აქ აწერია 2 მილიმეტრი აბა. ამბობენ კიდევაც რომ ასასინებსაც აქ უნდა თუ მაგრამ მონი უფრო ქართველებს აქვს ჭირდებოდა. თიმოთე ნამტერი გვეხვია თავზე რომ მაგრამ იცი როგორი რამეა? თუ რა რატო არ შემორჩა? მაშინაც იშვიათობა იყო. მე-19 საუკუნის არის ეს ორიგინალი მაგრამ. ძველი ორიგინალია? არა, ის არ შემორჩა. შეიძლება გაჭირებული ქვეყანა ვიყავდე, შეიძლება შემოვიდნენ, გაიტანეს, იყიდეს. თუმცა ესეთი ილექნება ან მუზეუმებში, ან იქა. ეხლა ამ მუზეუმში მე არ მინახე ესეთი. ეს მინახე სურათებში ერთი თქვენი გაკეთებული ვნახე, ეს აი მართლა რასაც ხელი ქვია. აი ესე მინახე რომ არსებობდა რაღაცა, ოღონდ თვითონ ხმალი იყო, ეს იყო გაჭრილი. და შემოიტყა წელზე და ჩასვა იმაში, კბილში. ის ხვანერი. რომელ ქვეყანასთან ქართველებს არ ქონდათ ეს? ქართველებს ხონდათ. სხვა ქვეყნებსაც ხონდათ, ინდოელებს აქვთ, ჩინელებს აქვთ, არაბებს ამობენ ხონდათ. მაგრამ არ მინახია, ინდური მინახავს, ინდური ხმალი. ქართული მარტო იმ ბელგიელებს აქვს. ხო, სწორია რა. სწორია, კი. ძალიან მაგარია რა და დავი მეგობრებო, აი ესეთი ოსტატები ყავს და ადრეცა ყავდა, ვისი შთაგონებითაც ეს ხმალი შეიქმნა. რამე ქვია სახელი? ლაღი. ლაღი. აი ესეთი ლაღი. თავისი ლექსიცა აქ ამ ხმას უბრალოდ ზეპირად არ მახსოვს. ზედაწერია იქ აი. ზედაწერია, კი. ზედაწერია, აბა მოდი. სალტესავით მომისალტე სამღერელად ანალესი სპეციალურად ამ ხანჯლისთვის არის ლექსი დაწერილი. შვენიერია და ქვია ლაღი. ეგ ლაღიდან თუ ლაღიც? ლაღიცით. ორი ბაღიძე ყავდა, ერთი ბიტოფანი ლაღიძე და მეორე საქართველოში. არა, ესეთი ცნობილი ადამიანი და აი რა მეგობრებო. ბატონო ზურაბ დიდი მადლობა. მადლობა თქვენ რომ მოხვედით და აი ესეთი რაღაცა მოიტანეთ რა და რა ვიცი, კიდე გაჩვენოთ რაღაცებს, ცივი განხილვა გვექნება თუ მოვახერხეთ. ბატონი გოჩა საქართველოში არ მოღვაწეობს, მაგრამ თუ ერთად ჩაგვივარდა რაღაცა, კიდე გადავიღებ და კიდე გაჩვენთ ეგეთ რაღაც. ამით გამოგებდეთ, კარგად ვწადებოდით შემდეგ ვიდეო.